არ ვარსებობდი. ხელით ტარება მჭირდებოდა, ვერ მეტყველებდი, ფენიქსივით გავცოცხლდი. მოჭდა რომ ორი წინა ცხოვრება მათ, მაიასათიანი ლინჩის წესით გავასამართლოთ. ანუ ჩემი შვილის სიკვდილი სიყვარულით მოცემული ამბავია. იმისთვის რომ შენი თავი იპოვო, ჯერ უნდა დაკარგო. ვიცოდი რომ უნდა გადავრჩენილიყავი და სხვანაირად ვერ გადავრჩებოდი, საქმე უნდა მეკეთებინა. შეძლებს 15 წლის ბავშვი პირდაპირ ეთერში გადაცემის წაყვანას. გამარჯობა, მე ვარ მაია ასათიანი და მინდა თქვენთან მუშაობ. ტელევიზიაში თუ მოდიხარ, იმიტომ რომ პოპულარული გახდე, შენ არ ხარ ტელეჟურნალისტი. უნიჭო ხარ, იმიტომ რომ ჯერ უნდა ისწავლო. პროფილის პირველი გადაცემა ეთერში რო გავიდა, მაშინ არ შემშინებია. ხოდა ეხა შემეშინდა. იმიტომ რომ წინ დიდი გზა მაქვს გასავლელი. ცნობადობა ტვირთია. ყველა ელოდება იმ პროფილის მაიას, რომელიც ლამაზად ფეხი ფეხზე გადაიდებს და ესე რბილად შემპარავად რაღაცა კითხვას დასვავს. არგი უნდა გააკეთო, დასხვებს აჯობო კონკურენტებს შენ არხზე და ყველა სხვა არხს. მათთვის მე ვიყავი დიდი რეკლამის შემომტანი მანქანა. მე ჩემი რეიტინგის მსხვერპლი ვიყავი, როცა მწვერვალზე ხარ. იქ ხარ მარტო შენ და ყავს ძალიან ბევრი მტერი, რომელსაც უნდა რომ ჩამოგაგდო. მე მაია ასათიანად მუშაობა არ მინდა.